თქმა რაღაცა რომ ტელეფონი აიღო და ნორმალური პასუხი გაეცეთ ის კარგია 600 ლარი რომ ჩაიჯიბა ჩემმა შვილმა სადაც როგორ მე მთელი გულით და სიყვარულით ვაკეთებ ამ ყველაფერს მე იმის გულისთვის ავალაკა თელავში რომ შვილთა შაბათობით ჩავიდე ვნახო და ჩაუტარო ის აღარ შეეძლო ეთქვათ რომ დღეობა არის ან ვერ ვახერხებთ დღეს სიტყვაზე ვერ მოახერხებს ნაყვასო ის კარგია რომ გავდივარ შვილო ფული უნდა მოგცემეთ კიდე ხელგამოშვილებები ციგნები ვითამხდებიან ეკლესიასთან ოჯახი მთლიანი კარგად მიყენებენ არა აი ხო ამის მერე ნახავენ ეგენი ამის მერე ნახავენ მე რას გავაკეთებ ჩავალ ჩაუტა საჩუქრებს და ფულს აღარ მივცემ ჩემში დამთავრებული საკითხია მოვა ჩემ ოჯახში გამომყვება სადმე მეც მივცემ მაგრამ როცა ჩემთან იქნება აი როგორია ჩემი გამწარება და ნერვიულობა დღეის იქით ნახონ მაგათ დღეის იქით თავიანთი ჭკვით და კანონებით როგორ უნდა იცხოვრონ ამის მერე ის ერთი არ დარეკავდა და არ მითხრა რომ აი ესეთი მდგომარეობა აი ესია იქ კარგად მეფერებიან და მწველიან რომ მივდივარ ეკლესიასთან სულ ყველანი ციგნებივით პოესკებივით რომ გამოდიანიკა ერთი სიტყვა ამხელა პატივისცემა გულში ვიხუტები ვეფერები მთლიან ოჯახს და ის აღარ შეეძლოთ რომ ეთქვა ან დღეობა ან ეგრე ნაგრად ბავშვი მითიშავს ტელეფონს და ტოვებს და სხვა დროს კიდე როცა მე შაბათობით დატვირთული მივდივარ კარგად ვარდებიან სულ ყველანი ხელზე თაზო შენს გაიგე შენს გეხება ეს ყველაფერი და დაარიგე ის ყველანი მამიდაშენი და შენი მამიდაშვილი დაარიგე ბავშვს როგორ აქეზებენ რომ დოლარები ჩაუტანონ როგორ აქეზებენ და ერთი დღე ბავშვი ჩემთან ვერ გამომიყვანია და ვერსაც ვერ წამიყვანია ხო შაბათი არის ხო ვარ სახში მოიყვანოს ერთი დღე დასვას ტაქსე მანქანაზე ჩასვლა მომიყვანოს სახში შვილი მოაკლდება რამე თუ რამე კარგი ძვირფასი დასაწყია ჩემში და იქ კიდე ციგანივით დაუბანელი დადის და გაყაყული დადის სოფელში სუნი აიდის ბავ ცხენია უკვე ცხენია ვინ უვლის კარგად სუნიანი თვაზე რომ დავსუნი არ მინდოდა რომ ეთქვა გაყაყული იყო ბალღი ჩემი შვილი არ მინდოდა ამისი თქმა და დედი ნაცვალი უვლის კარგად თურმე კარგი რა კარგი ის აღარ არის ადამიანობა რომ დამირეკო ამდენი საწმელი ყბილეული ფულები ღმერთმა სიკეთეში მოახმარო ზაღლად ჩამაგდოდა მე რამე მითხრა ნეგა შეუძლიათ ამის მერე მეკაპიქს ლუკას აღარ ჩაუტან მიუტად ანსაცმეს რაც ჩემს მოვალეობაში შედის ჩემთან ბავშვი რო იქნება ჩემთან სახში რო მოვა ან რო გამომიყვანს ბებია და სადმე წამიყვან იქ ყველაფერს დავახარჯებ როგორც ეგეთი რომ მე ფული ჩავიტანო და იმისმა მამამ და იმისმა ოჯახმა გამოიყენოს და იქ საჭმელები და სასმელები იყიდონ და შვილს ფული არ მოხმარდეს მე ესე არ მაწყობს მე ესე არ ავყრი ფულს სიტყვა მე თვითონ არ გაჭირებული გოგო რომ აი ღამეებს ვათენებ რომ ბინის ფული შევაქუჩო და რაღაცა ცხოვრება ჩემთვის პატარა რაღაცა მოვიწყო მე თვითონ რომ ჩემი შვილის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს აი როგორი გასამწყარებელია და განადედა ჩემი არ უსმენდა დღესა ერთი სიტყვით რო ეთქვა ან დღეობა არის ან ესი არის ან ისი არის შვილო და იქ კარგად მეფერებია რომ მივდივარ დატვირთული კარგად მეფერებიან იქ რომ მივდივარ აგერ ბაზრის ხალხმა გაიგეს კიდე 400 ლარი ერთხელ რომ მივეცი პატარა მოზარდ ბიჭო ის 400 ლარი ხალხი ელოდება თვიდან თვემდე სამუშაოზე მუშაობენ რომ თვიდან თვემდე ხელფასი აიღო და სახში მიიტანო მე კიდე 600 ლარი დავახარჯე ჩემშვის და რა დავინახე მე იმათგან აი რა დავინახე ამიხსენით ერთი გიჟი ყრიდა ჭკვიანები ღებულობდნენო ამომივიდა მართლა ყელში გეფიცები ყველაფერი რა მე თუ მოკვდები და არ ვიქნები ნევერჩინი მიშველის ვერცის მიშველის და ვერცის მიშველის თელი დღეა შუბლი მტკივა თავი მტკივა რა მისარი მაღლა ამ სკდეს უკვე ყველაფერი და მივიღო ინსულტი უკვე უჩა რა შუაშია აკა
ის ბიჭი ცუდად არის, აგერ გადაიყვანეს სამავტოფოში, გადასხმები, სიცხეები აქვს, მაღალი კაცი სიკვდილის პირას არის რამის მისული, უჩა კრაშუაშია. ადამიანები რომ მიყენებენ, მე აი მას ვერ ვიტან უბრალოდ. დღეს ვაპირებდი გასვლას. დილით დაურეკე და ერთი სიტყვა მითხრა ჩემმა შვილმა და გათიშა ტელეფონი. იმის ღირსი არა მარ ხალხო? ამდენ ფულს ვახარჯებ. ყველაფერს ვაკეთებ, სულსა და გულს ვიღებ, იმის ღირსი აღარა ვარ, რომ რამე ჩამაგდო და რამე მითხრა წესიერად. და მე გამამტყურეთ, ქეთი რატო არ მიდიხარ შვილთან და ქეთი რატო რა ვის უნდა ჩაურიცხო ფული? ვის? შვილს ახმარდება ის იკითხეთ ჯერა. ბევრ ამას გავაკეთებდი, მე რომ დამენახა ბევრი რამე მაგათგან. ბევრი სიტყვა რომ დამენახნა, ბევრი გვერდში დგომა რომ დამენახნა, ადამიანური მოქცევები რომ დამენახნა, ჯერ ბავშვი რომ დადის გაყაყული და ციგანივით, ჯერ მაგაზე დედა ვარ, ხმა უნდა ამოვიყო. რუა რა თქვა, მაგბაღი უარესად შეიძლება საღორეში და წუმპეში ჩავარდეს, მაგრამ ჩემი დასაწმენით შემოდგება ბალღი, ჩემი ყველაფერი აცვე და სუფთად გამოდის ხოლმე რომ ხედავდი აი სიამონებ და ადრე სანამ ნელი ულიდა, სიმართლეს გაუმარჯოს. სანამ ნელი ულიდა, ხო სულ სუფთა და დაწყრიალებული დადიოდა ეგ ბალღი. სულ დაწყრიალებული ყველანაირად ნელის რაც შეეძლო, გინდა მომზადებაში, გვინდა ისე ყველანაირად. მე ვერ ვიტყვი ნელიზე ვერაფერს. ისე ამეცადინებს და ისე ულიდა თავის იმისა ჩემშვის. მაგრამ ეხლა სხვანაირად შეტრიალდა ბალღი, როგორც ციგანი იგრე დადის სოფელში. თავზე დავსუნე იმ დღეს და ვერაფერი ვეღარა ვთქვი. კინა გული ამერია. სუნი ასდიოდა საშინელი თბაზე. ჩხილები და მოსავლელი და ყველაფერი. სად დედა იმ ხომი ხურეთ მე როგორი აი თავიდან ბოლომდე სუფთა ვარ. ეხლა წარმოიდგინე მე ის ტანსაცმელი რა შვილისთვის ჩამაგ. ჩემს გვერდზე რო იყოს 1-2 დღე ლუკა როგორი გაივლის. როგორი მოვლილი სუნითაც კი დუხები, დეზადორები სულ ის იქნება. ბავშვი გავლებული. სულნელოვნად.